მოგესალმებით. მე ვარ ლუკას ხირტლაძე, მესამე კურსის სტუდენტი თავისუფალ უნივერსიტეტში. ჩემს გვერდით იმყოფება ზალალ ჩხეიძე, ლიტერატურის და ხელოვნების ლექტორი. და დღეს რისთვის შევიკრიბეთ და რის გაკეთებას ვაპირებთ, რატომ შევიკრიბეთ, მე მოვიხილოთ 1-2 სიტყვით. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ყველასთვის მძიმე არის, წესი და ყველასთვის ახლო არის და რაღაც გადაწყვეტეთ, რაღაც ქმედით ნაბიჯები გადაგვედგა იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც გვაღელვებს. კონკრეტულად დღეს რა თემას ვეხებით და რა გვაღელვებს იმ თემებიდან ერთ-ერთი, მოკლედ გეტყვით, რაც გვაღელვებს იმ თემებიდან ერთ-ერთია განათლებაში შესული რეფორმები, ცვლილებები, რომლებიც არ განხორციელებულა მხოლოდ ეხლა, ხორციელდებოდა წლების განმავლობაში. და წლების განმავლობაში ხდებოდა ის, რომ განათლების პროგრამიდან, კერძოდ აბიტურიენტებისთვის ეროვნული პროგრამიდან ნელ-ნელა აკლდებოდა ისეთი ნაწარმოებები, რომელიც ჩემი და ბატონი ზალის აზრით დღესაც უნდა იყოს ამ პროგრამაში და რათა შევქმნათ რაღაც ალტერნატიული გარემო, სადაც აბიტურიენტებს, სკოლის მოსწავლეებს, თუნდაც სტუდენტებს შეეძლებათ აი ამ ნაწარმოებებზე, აი ამ ტექსტებზე, რომლებიც მათ უნდა იცოდნენ და რა ვიცი, ჩვენ თვლით, რომ უნდა იცოდეს ნებისმიერმა ქართველმა სკოლის მოსწავლემ და სტუდენტმა ეს ტექსტები, რაღაც ალტერნატიული გარემო უნდა შევქმნათ, სადაც ამაზე ინფორმაცია ექნებათ და ორი ადამიანი გააცნობს ამ ტექსტს, შეძლების დაგვარად და დააინტერესებს მათ ამ ტექსტებით. ამას ემსახურება ჩვენი ეს პატარა გადაცემა და დღევანდელი ეს ჩაწერა. და პირველი ტექსტი, რითიც ვიწყებთ, არის 25 თებერვალი კოლონ ნადირაძის, რომელიც პირდაპირ ეხება საბჭოთა რუსეთის შემოსვლას საქართველოში, საქართველოს გასაბჭოებას. ამ თემებს მივიხილავთ, არა მხოლოდ ტექსტს, არამედ კონტექსტსაც განვიხილავთ, რა კონტექსტში დაიწერა, იმიტომ რომ კონტექსტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ვიდრე მხოლოდ ესე ტექსტის ღირებულებით. დავიწყოთ ამაზე საუბარი, მაშინ პრინციპში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩემი აზრით ამ ლექსთან დაკავშირებით, არის კონტექსტი, რა კონტექსტს ეხება და როდის დაიწერა. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ სანამ ჩაწერას დავიწყებთ ლაპარაკში, დაიწერა 48 წლით, გვიან, ყოველ შემთხვევაში პირველად გამოიცა ამ დროს. არა, პირველად მაგ დროს არ გამოცემულა, პირველად როცა გამოიცა, ეს არის 80-იანი წლების. ხო. შუა პერიოდი, თავი თვითონ გამოცემის ისტორიაც საინტერესოა, მაგრამ აი ნაბეჭი, სადაც დაიბეჭდა პირველად, იქ აწერია, რომ ლექსი დაიწერა 79 წელს. ანუ ჩვენ შეგვიძლია პრინციპში რეალურად არ ვიცით, როდის დაიწერა რა, შეიძლება ადრეული ტექსტია, შეიძლება გვიანდელი ტექსტია, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მოკლედ პირველი დაბეჭდვის, პირველი გამოცემისას რა თარიღიც აწერია ამ ტექსტს. სავარაუდოდ აზრი იმისი, რომ შეცვლილი იყო, თქვათ, მაშინ ხშირად ჩვებოდნენ ამას, როდესაც თქვათ გამოცემულ ტექსტს სხვა თარიღს აწერდნენ და არა რეალურად დაწერის დროს, თუმცა ცოტა ბუნდოვანია და გაუგებარია, რატო შეიძლება მომხდარიყო ეს 80-იანი წლების შუაში, როცა ეს ტექსტი გამოიცა, ესე შეიძლება ითქვას. ხო, დავუშვოთ მაშინ რომ მართლა მაშინ დაიწერა. ხო, დავუშვოთ რომ 79 წელს დაიწერა, კი ბატონო. კი ბატონო, შევეხოთ კონტექსტს, იმას თუ რას ეხება უშუალოდ ეს ლექსი და რითი არის ეს კონტექსტი განსაკუთრებული საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ არაერთი რაღაცით არის განსაკუთრებული. კერძოდ 21 თებერვალზე 25 თებერვალზე 1921 წლის, რაც ჩემი აზრი არის, ყველაზე ტრაგიკული დღე უნდა იყოს საქართველოს ისტორიაში, ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე რაც მახსენდება, არა ზოგადად მგონი ეგრე არ უახლოეს ისტორიაში. ეს არის ის შემთხვევა, როცა ჯერ დაგვამარცხეს ბრძოლაში, წავაგეთ, დავუმარცხდით და შემდეგ უკვე გაგვიქვენ სახელმწიფოებრიობა მთლიან საქართველოს და შეგვიერთეს. თან ეს არ მომხდარა, თუ შევადარებთ 1801 წელს, ეს არ მომხდარა იმ პერიოდში, როცა საქართველო არის დანაწევრებული, რაღაც ცალკე ქართლ-კახეთი, ცალკე იმერეთი, სამეგრელოს თავადიც ცალკე რაღაცად მიიჩნევს. ესეთი ის არ არის, კონტექსტი არ არის ქვეყანაში, ქვეყანა ერთიანი არის. 3 წელი დამოუკიდებლები ვიყავით და უცებ უდგებით რეალობის წინაშე, რომ დამოუკიდებლები კი არა, საერთოდ ქვეყანაც ცალკე და ცალკე რაღაც რესპუბლიკაც აღარ ვარსებობთ უბრალოდ. ხო და ეს კონტექსტი რატომღაც დღესაც კი დაკარგული აქვს თავისი ტრაგიზმი და ისე ხშირად არ გვახსენდება, როგორც ჩემი აზრით უნდა გვახსენდებოდეს ხოლმე. ბევრი ტრაგიკული მოვლენა და ბევრი ტრაგიკული
ნაწილი აქვს თვითონ ამ მოვლენას ეპიზოდურადაც კი და ერთ-ერთ ტრაგიკულ მოვლენაზე თვითონ ლექსშიც არის გამახვილებული ყურადღება და ნაწილ ლექსიც გადავიდეთ და კონტექსტი თუ გაგვახსენდება რამე კიდე მაგასაც მოვარქოთ. პირველი კითხვა რაც პირველი აზრი რაც გამიჩნდა ამ ლექსის წაკითხვის დროს მე პირადად არის შემდეგნაირი რომ საიდან მოდის ტრაგიკულობა ამ ლექსის, საიდან მოდის ის სევდა, ის რაღაც ტკივილი საიდან მოდის, რა არის ამის წყარო. ამ ტკივილის წყარო არის ის რომ დაუმარცხდით და კოჯორში და ტაბახმელაში ხა ჩვენი გმირები გარდაცვლილები წვანან, ხელებ დატეხილნი, როგორც არის აღწერილი ლექსში, ეგ არის ამ ტკივილის წყარო თუ ამ ტკივილის წყარო არის დუმილი. და ლექსი აშკარად ცხადყოფს, რომ ის, რომ ბრძოლაში დაუმარცხით, ცალკეულად არ არის ტრაგიკული მოვლენა. ეს არის უბრალოდ მარცხი, რომელიც გასაგებია, რომ ქვეყანაზე საკმაოდ ცუდად აისახა, მაგრამ თავად ტრაგიზმი ამაში არ მდგომარეობს. ტრაგიკულობა და მთელი ეს ტკივილი მოდის იქიდან, რომ ხალხი არის გაჩუმებული, ხალხი არის დადუმებული. ეს ამბავი მოხდა და დღეს ამაზე არავინ აღარ ლაპარაკობს. დღეს ეს ყველას დაავიწყდა, აღარ გამოიხატება არაფერში, რომ ეს ამბავი მოხდა. არა მხოლოდ დღეს ალბათ, არამედ იმ კონტექსტში, იმ კონტექსტში ზუსტად, იმ დროში, იმ რეალურ დროში, რომელსაც ტექსტი ეხება. გარდა კონტექსტის თვალსაზრისით, უბრალოდ იმის თვალსაზრისით, რაც ამბობთ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ტექსტი არის არა იმდენად პირველადი ემოციური რეაქცია მოვლენაზე, რომელიც მოხდა, არამედ ეს არის გარკვეული ისტორიული პერსპექტივიდან დანახული ეს მოვლენა. და ის ამბავი, რომ ეს ისტორიული პერსპექტივიდან არის დანახული, ამაზე მეტყველებს ის ცალკეული სახის სიმბოლოები, რომლებიც გამოყენებულია ტექსტში, როგორც უშუალოდ ცალკეული სიმბოლოების სახით, ისე ისტორიული მოვლენების სახით, რომლებიც ტექსტში არის მოხსენიებული და პარალელი არის გავლებული, თქვათ ამ მოვლენების შორის ხო იქ არის, თქვათ ტექსტის მიწურულს უკვე არის ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც აღა მაჰმად ხანთან არის პარალელი გავლებული და თქვათ თბილისის აღებასთან, როგორც ისტორიულ მოვლენასთან, თვითონ ტექსტი საინტერესოა ბევრი აზრით და მათ შორის საინტერესოა დროის გამოყენების თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ტექსტი დროს იყენებს აბსოლუტურად მოდერნული ფორმატით, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთდროულად რამდენიმე დრო არის ტექსტში. ზოგი პირდაპირ მნიშვნელობით და ზოგი გადატანითი მეტაფორული მნიშვნელობით. ერთი რაც ვახსენეთ, მაგალითად ისტორიული დრო არის, ხო, ისტორიული სიმბოლიკა მაგალითად. ნამდვილად და ამის გარდა აუცილებლად არის ბიბლიური დროც. იმიტომ რომ რამდენიმე ადგილას ტექსტში პირდაპირ არ მხოლოდ დასაწყისში, როცა გოლგოთა არის ამ შემთხვევაში ნახსენები, არამედ ტექსტის სხვა ნაწილებშიც სახისიმბოლოების გამოყენებით, ისევე როგორც ციტირების ტექნიკის გამოყენებით, ავტორი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამბავი, რომელიც მოხდა, ხო, ლექსის მიხედვით ხდება, ამბავი რომელიც მოხდა არის არა მხოლოდ თქვათ ისტორიული ტრაგედია, როგორც ესეთი, არამედ ბიბლიური ტრაგედია და ნაწილი სამყაროს განცდის, სამყაროს აპოკალიფტური განცდისა და არა უბრალოდ კერძოდ რაღაცა ქართული ამბავი ან კერძოდ თბილისური ამბავი. კაი, რო ჩავეძიოთ მაგას, ეხლა ჩემთვის მაგალითად მკითხველისთვის ეგ ეს მარტივად გასააზრებადი და დასანახი ტექსტში არ არის რა. ტექსტში მე რაც დავიჭირე და მე რა კითხვაც მაქვს დღეს მაგალითად არის ის, რომ ტექსტში თავიდან ფიგურებს გოლგოთა პირდაპირ, ესეთი ბიბლიური პარალელი არის და უნდა ეს არის მინიშნება, რომ რაღაც უნდა გაგრძელდეს, ხო, რაღაც კიდე უნდა ხდებოდეს საუბარი, რაღაც ბიბლიური უნდა იყოს, რაღაც კიდე მინიშნებები უნდა იყოს, სიმბოლოები უნდა იყოს, მაგრამ შემდეგ ეს ჩემთვის ახლა როგორც კითხველისთვის და გამოუცდელი მკითხველისთვის ალბათ ესეც ხადად არ დგება ეს სიმბოლოები და კონკრეტულად რო გავაგრძელოთ, აი მაგალითად ის გოლგოთას გაგრძელება რა იყო შემდეგ ლექსში თვითონ. თუნდაც მოგწევთ იმას. არა, ტექსტის ბოლოს როდესაც ავტორი ტექსტი პრინციპში შედგება ორი ნაწილისაგან, ხო? ესე შინაარსობრივ
ნაწილს თუ ავიღებთ. ერთი ნაწილი ეს არის უშუალოდ ბრძოლის შემდგომი სცენა, რომელიც მოთავსებულია, ვთქვათ, რომელსაც უკავია ტექსტის ძირითადი ნაწილი, რომელშიც ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ვთქვათ, დახოცილ ადამიანებზე, ღამეზე, რომელიც დადგა, თოვლზე, რომელიც ვთქვათ, მიცვალებულთა სხეულებს ათოვს. და არის მეორე ნაწილი, სადაც უცებ ხრება ეს პირველი კადრი, რომელსაც მთელი დანარჩენი ლექსი ეხებოდა, ხრება ეს კადრი და აღწერილია ტექნიკურად ყოველ შემთხვევაში აღწერილია საბჭოთა ჯარების შემოსვლა თბილისში. და აღწერილია ამგვარად, რომ არის ადამიანი, რომელიც ზის, ადამიანი თუ რაც არის რა მნიშვნელობა აქვს, რომელიც ზის თეთრ ცხენზე და ვთქვათ, თავის თანამზრახველებთან ერთად შემოდის თბილისში. ამ ეპიზოდის კლასიკური ახსნა, რომელთაც უფრო ხშირად კმაყოფილდებოდა ხოლმე ქართული სკოლა, იყო საკუთრივ ისტორიული მომენტის აღნიშვნა, ცნობილი არის ეს დეტალი, ასე ვთქვათ, ქართული ლიტერატურისათვის, რომ თითქოს და სერგო ორჯონიკიძე, რომელიც პირდაპირ არაურაზროვნად ფიგურირებს ტექსტში, მართლა თეთრ ცხენზე იჯდა, როდესაც ვთქვათ, ხო, პირდაპირ მატერიალური გაგება ესე შეიძლება ითქვას. სანამ სერგო ორჯონიკიძეზე გავაგრძელებთ, ასე ვთქვათ, ლაპარაკს, იქ მნიშვნელოვანია, რომ ტექსტის დასაწყისში და ასევე ბოლოში არის გამოყენებული ორი ერთი შეხედვით იოლის სიმბოლო, რომლის აღქმაც მკითხველს არის დიდი ცდუნება, რომ არ გაუჭირდეს. ტექსტის დასაწყისში ეს არის ეგეთი სიმბოლო, როდესაც ავტორი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ესე იგი, რა ქვია, გრდემლზე სჭედენ ახალ ბორკილებს მონობისას, ხო, ანუ ესე რა ქვია, გოგოთასთან ერთად შემოდის რაღაცნაირი გრდემლის იდეა, ხოლო ტექსტის მიწურულს არის მეორე, ესე იგი, რა ქვია, დეტალი, როდესაც ლაპარაკი არის იმის შესახებ, რომ ამ თეთრ ცხენზე ამხედრებულ მხედარს წითელ დროშასთან ერთად ხელში უჭირავს ცელი. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ცელი გასაგებია, რომ სიკვდილის ესე იგი, რა ქვია, მარტივი სიმბოლოა, გრდემლი გასაგებია, ტექსტში პირდაპირ წერია, რომ მონობის, ესე იგი, რა ქვია, ბურკილებს ჭედს. მაგრამ ეს ყველაფერი გასაგები იქნებოდა ეს ტექსტი რო არ იყოს დაწერილი საბჭოთა კავშირში. და ყველაფერი იქნებოდა გასაგები და მკითხველს შეეძლო ეთქვა, რომ რა მარტივი სიმბოლოები გამოუყენებია ავტორს, გავიგეთ ნაწილი თვითონ ახსნა, ნაწილი ჩვენ გავიგეთ კი ბატონო მშვენიერე. მაგრამ აქ არის ერთი ეშმაკობა, რომელიც კოლაუ ნადირაძეზე როგორც დიდ ოსტატზე, ასე ვთქვათ, ნამდვილად ისეთ საინტერესო ოსტატზე პოეზიისა შეიძლება გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ ეს ტექსტი კიდევ მეორე დაწერილია საბჭოთა კავშირში და არა რომელიმე სხვა ნეიტრალურ ქვეყანაში. და საქმე ის გახლავთ, რომ ცელი და გრდემლი საბჭოთა მოქალაქისათვის შორის საგნები არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ ამ შემთხვევაში ტექსტში გათამაშებულია საბჭოთა კავშირის გერბი, მოგეხსენებათ ცნობილი საბჭოთა, ასე ვთქვათ, სიმბოლო, როდესაც გამოიყენება ნამგალი და ურო. საბჭოთა ტრადიციაში, ძალიან ისე მარტივად და ზედაპირულად თუ ვიტყვით, ეს გამოხატავდა რაღაც მუშურგლეხური სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, იდეას, ერთიც და მეორეც და ეს სრულიად გასაგებია და ცხადი იყო, უბრალოდ ამ იმ საზოგადოებისთვის ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, საგნებს, იმ საზოგადოებისთვის ჩვეულებრივ სიმბოლიკას შეეძინა სრულიად ახალი მნიშვნელობა. ხო, ავტორმა მიანიჭა სრულიად ახალი მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სკოლა უნადირაძემ შექმნა, მაგ რაღაცისგან ის რაზეც უნდა გვახსენდებოდეს 25 კი, რაზეც თებერვალი. უნდა გვახსენდებოდეს 25 თებერვალი, რომ ურო ამ გერბზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ამ სიმბოლოში, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, არის არა, ვთქვათ, შრომის და მუშური ამ შემთხვევაში შეიძლება ისე ვთქვათ, არამედ მონობის სიმბოლოა, ისევე როგორც ნამგალი და ნამგალიდან ცელამდე, ისევე როგორც გრდემლიდან ურომდე, ხა დიდი გზა არ არის და ძნელი მისახვედრი ეს სავარაუდოდ არ უნდა იყოს. არის არა, ვთქვათ, გლეხური შრომის სიმბოლო, არამედ ინსტრუმენტი, რომლითაც ეს სახელმწიფო, ეს საზოგადოება სიკვდილს თესავს და შესაბამისად პირველივე შენიშვნა, რომელსაც ავტორი აკეთებს იმ სამყაროსთან მიმართებით, რომელსაც თავის ტექსტში, რომლის კომენტარადაც ესე შეგვიძლია ვთქვათ, თავის ტექსტს წერს, არის ეს, რომ ეს მუშურგლეხური სახელმწიფო კი არ არის შრომაზე და კიდე თანასწორობაზე ორიენტირებული. თან მან საინტერესო არის, რომ ანუ აქტორები, როგორც ასეთი ლექსის განმავლობაში ხალხი არ არიან რა. ისევ ეგ მუშურგლეხური საზოგადოება, რომელიც იდეაში ჩვეულებრივ ხალხზე უნდა ყოფილიყო გათვლილი, ზუსტად მაგ საზოგადოების შექმნაში ხალხი არ არის არანაირი აქტორი. იქიდან ცხენზე ამხედრებული ტიპი მოდის ცელით, აქედან გრდემლი იჭედება, მაგრამ ხალხი მანდ დუმს, ანუ და ზუსტად ეგ არის პარადოქსული ბუნება საბჭოთა კავშირის რაღაც მხრივ ამ ლექსში წარმოდგენილი რა. თუ მაგ სიმბოლიკის განხილვას ხო, დუმს მან საინტერესოა, რომ რატო დუმს ერთნი დუმან იმიტომ, რომ ცოცხლები აღარ არიან და მათ სხეულებს ღამე ფარავს და სხვა ჯორის მაგამაზე ცალკე უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, უბრალოდ პრინციპი არის ესეთი, რომ ამ სახელმწიფოსგან, ამ საზოგადოებისგან არაფერი არ უნდა გაუკვირდეს მკითხველს, ანუ დანარჩენი ყველაფერი ტექსტში უნდა იყოს მოსალოდნელი, იმიტომ რომ ეს არის ხალხი, ეს არის ქვეყანა, რომელსაც მონობის და მკვლელობის ავტორის ინტერპრეტაციით, მონობის და მკვლელობის ატრიბუტები, მთავარი ატრიბუტები გამოსახული აქვს თავის გერბზე. ანუ სინამდვილეში ის არაფერი არ იტყუება, ყველაფერს ღიად ამბობს, უბრალოდ ადამიანები, ის თანამედროვე ადამიანები, რომლებიც მკითხველად იგულისხმება ტექსტში და არა პერსონაჟებად, არიან იმდენად დაბრმავებულები, ან იმდენად გულუბრყვილოები, ან იმდენად შეშინებულები, ან იმდენად მკვდრები, რომ მათ ამ მარტივი, ასე ვთქვათ, გაცხადებული სიმართლის მიღება და გაგება არ შეუძლია. ხო, თან მნიშვნელოვანია კონტექსტი ის, რომ ეხლა ვინ ხალხზეც ვლაპარაკობთ, ანუ ჩვენზე არ ვლაპარაკობთ, ხო, რა თქმა უნდა, ლაპარაკი არის 68-ში და ან უფრო ადრინდელ. ხო, ცხადია უფრო ადრინდელ, ცხადი. ანუ შუა საბჭოთა კავშირში რო ცხოვრობს ხალხი, მაგ ხალხისთვის და როგორია რომ აშნებულ ქვეყანაში ცხოვრობს, კი. კი, ზუსტად და ნუ ეგ პარადოქსული. რაც შეეხება იმ ხალხის დუმილს და ღამეს, რომელიც წეგანახსენეთ, ეხლა ზოგადად ქართულ ლიტერატურაში ღამეს ბევრი მნიშვნელობა არ აქვს. შესაბამისად კოლა უნადირაძეც როგორც თვითონ წარმომადგენელი, ასე ვთქვათ, იმისი ქართული სიმბოლიზმისა და შესაბამისად მემკვიდრე ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის, ახლა თვითონ მოსწონდათ თუ არ მოსწონდათ მის ლექსები, მაგაზე არ არის ლაპარაკი. ისა რა ქვია, მემკვიდრე მათი სახესიმბოლოებისა იოლი დასადგენია და იოლი წარმოსადგენია, რაც შეიძლება გულისხმობდეს, როცა ლაპარაკობს ღამეს, ხო? მით უმეტეს ეს არ არის ჩვეულებრივი ღამე. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღამეს ამ შემთხვევაში იგივე, აბსოლუტურად იგივე დატვირთვა აქვს, რაც ღამეს შეიძლება კონდეს დატვირთვა, ვთქვათ, მაგალითად აკაკი წერეთლის განთიადში. ხო, როცა ლაპარაკი არის იმაზე, რომ აი ეს ღამე, რომელიც არის და სხვა ტექსტებში იმავე თაობის ქართველი მწერლებისა, სადაც ლაპარაკი არის, რომ ღამე ეს არის ქურდების, მკვლელების, ნაძირლების, ასე ვთქვათ, თავშესაფარი და რომ მნიშვნელოვანი არის, რომ დადგეს მოვიდეს ცისხლის ვარსკვლავი, რომელიც ვთქვათ დაგვეხმარება ჩვენ. ხო, რაღაც ბოროტებასთან ბრძოლის. ხო, ბოროტებასთან ბრძოლის. ოღონდ მარტივი სიმბოლო. ოღონდ ამ შემთხვევაში ღამის მასშტაბი გაზრდილია. ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი ღამე, რომელიც გათენებას აპირებს ან მსგავსი რა. ეს არის აპოკალიფტური ღამე და ამაზე კიდე აუცილებლად ვიტყვით რა მნიშვნელობა აქვს ამას, რომ ეს არის დიდი ღამე, ეს არის ღამე იმისი, ეს არის რომ დასრულდა სამყარო, რომ დასრულდა სიცოცხლე იმ ფორმით, რა ფორმითაც სიცოცხლის არსებობა ნორმალური იქნებოდა ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ან იდეალურ მდგომარეობაში. ამიტომაც არის, რომ ეს არის ღამე, რომელსაც არ აქვს ხმა, რომელსაც არ აქვს ფერი გარდა შავი ფერისა. იმიტომ რომ იქ თოვლი, რომელიც აღწერილია, ან არის აღწერილი როგორც თქვათ, რაღაცა თეთრი ფიფკების თოვა,
შავ გარემოში, არა. იქ უბრალოდ არის შეგრძნება იმისა, რომ თოვს ღამეში ვართ, ეს უკუნი ღამე არის, ნუ ბნელის გარდა არაფერი არ არის და შავი ფერი თქვით, ანუ მე მგონია რომ ეგ შავი ფერიც კი არ არის. კი, შავი ფერი არის აბსოლუტური უფერობა ამ შემთხვევაში. სრული სიბნელე რა, ანუ ფერის არარსებობაში ვართ, მოკლედ ეგეთი ხამე არის. და ნუ დუმდა ხალხი და დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. კი ბატონო, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. ამ შემთხვევაში გათამაშება არის როგორც ის ღვთის სახლი, რომელიც უნდა ყოფილიყო, ის რაც დაარღვევდა იმ წყდიაც მოელინებოდა სამყაროს და იმიტომ რომ ღმერთი წავიდა. იმიტომ რომ ეგეც აღარ არის, ეგეთი ტრაგიკული რეალობის წინაშე ვართ. ღმერთი წავიდა და ეს რატო არის მნიშვნელოვანი, მაგაზე აუცილებლად უნდა, ანუ ეს გამოგვადგება მე ტექსტის ბოლო ნაწილის გარჩევისას რა, რომ ღმერთი აღარ არის, მორჩა, მან უარი თქვა საკუთარ სახლზე და კლასიკური გამოთქმა რომ ხმა ღვთისა და ხმა ერისა ნიშნავს მათ შორის იმას, რომ ამ ხალხის დუმილი, რომელიც თქვა ამ მიმდინარე მოვლენებს, რომელთაც ეს ხალხი ამ მიმდინარე მოვლენებს ხდება, გამოწეული არის არა იმდენად მაინც და მაინც შიშით, არა იმდენად გაუგებრობით, არა იმდენად რაიმე სხვა ელემენტით, რომ ამ ხალხში აღარ ისმის ღვთის ხმა. და ეს ღვთის ხმა აღარ ისმის არის ძალიან კარგი მეტაფორა მისი რა ქვია შესაქმის აქტისა, ხო? მოგეხსენებათ პირველად იყო სიტყვა და შესაბამისად ეს მოცემულობა მაგის სრული ანტიპოდია, კი, სრული შესაქმის ანტიშესაქმეა დაახლოებით ეს მაქსიმალური საპირისპირო რაც შეგიძლია იყო, იქმენი ნათელი და დღეს აბსოლუტური სიბნელე და სიტყვა, რომელიც არ წარმოთქმულა, ნათელი, რომელიც არ გაჩენილა და ხალხი შესაბამისად, რომელიც და ეს აღარც ნათელშია და აღარც სიტყვა არსებობს. დიახ, ანუ ეს სიბნელე, რომელიც აქ არის, ღვთის სიტყვამდელი სიბნელე, არის არაუბრალოდ სიბნელე, რომელიც კიდევ შუქის ჩავაქრეთ და სიბნელეა. თქვათ ან რაღაცა მზედაბნელდა და სიბნელეა, როგორც თქვათ, კლასიკურ ქართულ ქრისტიანულ წარმოდგენებში ან არა მხოლოდ ქრისტიანულ წარმოდგენებში შეიძლება იყოს. არამედ ეს არის შესაქმემდელი სიბნელე, აბსოლუტური სამყაროს სიბნელე, იმ სამყაროს სიბნელე, რომელშიც ღმერთი აღარ არის. მიდანუ სრული ქაოსი, მარადიული ქაოსი შესაქმის გარეშე. და ეს ეხა რატო არის ესეთი დეტალები მნიშვნელოვანი რა, იმიტომ რომ შეიძლება ვადაბერმა თქვას რომ რაღაცებს იგონებთ აქ თქვენ ლაპარაკობთ იმებზე, ხო? მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ ავტორი მკითხველს ამზადებს კულმინაციისათვის. და კულმინაცია ცხადია, ლექცია და ეს ხშირად არის და გავრცელებული ფორმა არის პოეზიაში, კულმინაცია ხდება ტექსტის მიწურულს. უშუალოდ იმ მომენტში, როდესაც თქვათ ხედარი შემოდის იმიტომ რომ პირდაპირ არის აპოკალიფსის მხედარი. ხო, ოღონდ სანამ აპოკალიფსის მხედარზე ვიტყოდეთ და ნამდვილად არის აპოკალიფსის მხედარი, საინტერესო არის რომ შედარებული ეს, ანუ როცა მკითხველი კითხულობს, პირველი რეაქცია არის რომ ეს კაცი არის კონკრეტული სახელის და გვარის მქონე ადამიანი, ხო, რომელიც ნამდვილად ყოველ შემთხვევაში გადმოცემებში, ყოველ შემთხვევაში რაღაც შეიძლება ნამდვილ ან არანამდვილ მოცემულობებში ისტორიულ მოცემულობებში არის რომ სერგო ორჯონიკიძე იჯდა თეთრ ცხენზე და ის შემოვიდა თბილისში. გიგით და ეს არის პირდაპირ პარალელი და იმ ადამიანებისთვის, ვინც წესით 79-ში თუ 79-ში მართლა დაიწერა ეს ტექსტი, ხო, ვინც კითხულობს იმან ეს ყველაფერი წესით და რიგით იცის. ხო, ისიც საინტერესოა რომ ეს ტექსტი არ დაწერილა დასაბეჭდად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ის რომ შენ 79 წელს ამ ტექსტს წერ, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამას მარტო შენთვის წერ და არსებობს რაღაც ტიპის განმოცემები, მე არ ვიცი უბრალოდ რამდენად მართალი ან არამართალი, მაგრამ წამიკითხავს სხვადასხვა მოგონებაში სხვათა შორის, რომ ეს ტექსტი ვრცელდებოდა რაღაცა ხელნაწერების სახით, ვრცელდებოდა როგორც ჭორის დონეზე დაახლოებით ესე და როდესაც თქვა რამდენიმე შემთხვევა როდესაც ადამიანები მერე ჩაეკითხებოდნენ კოლაუნადირაძეს თქვათ კონკრეტულად ამ ტექსტთან დაკავშირებით, ის ხშირად შიშით უარყოფდა ამ ლექსის ავტორობას, ასე ვთქვათ. ხო, ანუ არ ვიცი ხა ეს რამდენად სიმართლეა, კიდევ ვიძახი, ანუ მე ვყვები რაღაც მოგონებაში წაკითხულ
ფრაგმენტს, რომელიც შეიძლება სულაც არ შეეფერება სიმართლეს, მაგრამ რატო არის მნიშვნელოვანი, რომ აი როგორც წერა თქვით, რომ რამდენიმე დრო არის გამოყენებული. და ეგ დეტალები კიდე რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ თუ ეს ლექსი ავიღეთ, რომ უბრალოდ არის აღწერა იმისი, არის მატერიალური აღწერა, რაც არის, რაც მოხდა, მაშინ ანუ ეგეთ ლექსს მეც დავწერა, გასაგებია რომ შეიძლება უფრო უშნოდ, მაგრამ ეგეთ ლექსს მეც დავწერა, ანუ პროსტა მოგიყვებით, უბრალოდ მოგიყვებით ეგეთ ლექსს რა, ისტორიული რეალობის გარდა თუ რამე არ დევს, რამე იდეური და არსობრივი მნიშვნელოვანი გარდამტეხი თუ არ დევს, მაშინ მართლა არ უნდა იყოს სასწავლო პროგრამაში ეგ ლექსი, მაგრამ მინიშნებები აშკარა არსებობს, რომ ბევრად მეტი რაღაც დევს. ხო, არა, რა მინიშნებები ხა ამ გოლგოთას რო გიხსენებს ადამიანი ბიბლიასთან ლაპარაკობთ სინამდვილეში, ჩვენ რაც ლაპარაკობთ სინამდვილეში, ეს არც ერთი პროფესიონალი ლიტერატურათმცოდნისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს. გასაგებია, რომ ამას შეიძლება ადამიანები არ ყვებოდნენ სკოლაში, ან ყვებოდნენ ზოგან და ზოგან პრინციპულად არ ყვებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში არაფერი ძნელი გამოსაცნობი ამაში არ არის. მაგრამ სანამ ესე იგი რა ქვია, აპოკალიფსის მხედართან მივალთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ პირველი შედარება, რომელიც კეთდება, გაკეთებული აღა მაჰმად ხანთან. ანუ ავტორი ისტორიული, ესე იგი რა ქვია, მოვლენით იწყებს და მხოლოდ შემდეგ გადადის, ასე ვთქვათ, ბიბლიურ მოვლენაზე. და ის ავტორს ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ელემენტია, რომ თავის ბოროტმოქმედ პერსონაჟს ამით თვითონვე უსწორებს ანგარიშს. და ეს მნიშვნელოვანი ელემენტია. უყურეთ რა არის საქმე. ჩვენ ყველამ ვიცით ესე თეორიულად რატომ მოვიდა და როგორ ასწავლიდნენ და როგორ სწავლობდნენ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას საქართველოში. ხო, ეს იყო გათავისუფლება ადამიანებისა და ახალი გლეხური და არა მხოლოდ შეიძლება სახელმწიფოს დამყარება, სადაც ადამიანები იქნებოდნენ ბედნიერები, დამყარებდნენ სოციალიზმს და ასე შემდეგ. ხო, ნებისმიერ. მაგრამ ავტორი გვეუბნება, რომ მიზანი იმ ადამიანებისა, ვინც აქ შემოვიდა, ეგ კი არ არის. არამედ მიზანი არის იგივე, ზუსტად იგივე, რომელიც როგორც ჰქონდა აღა მაჰმად ხანს. რომ ეს არის კლასიკური დაპყრობის აქტი და ძალაუფლებითი, ძალადობრივი აქტი და მისი მიზანი არ არის ადამიანები იყონ უკეთ. თუმცა აქ არის ერთი ეშმაკობა, ბოროტი ეშმაკობა, კოლონ ნადირაძე როგორ გითხრათ, კეთილი კაცი არ იყო. და ეს ცნობილია, კეთილი ადამიანურ სიკეთეზე არ ვლაპარაკობ რა. მას ჰქონდა, აი როგორ იცით, შეიძლება არ იყო გენიოსი, მაგრამ გენიოსისთვის დამახასიათებელი რთული ხასიათი ნამდვილად ჰქონდა. და იქ ავტორი თვითონ უსწორებს ანგარიშს თავისავე პერსონაჟს. გასაგებია, რომ პირველ ეტაპზე გაგებისა იგულისხმება სერგო ორჯონიკიძე, როგორც ხატი, ასე ვთქვათ, საბჭოთა ხელისუფლებისა, რომელიც საქართველოში შემოდის. მაგრამ იქ არის ეგეთი დეტალი, რომ შენ გავხარ აღა მაჰმად ხანს. ოღონდ ეთი ხულიგნობა არის ჩადენილი. აღა მაჰმად ხანს გავიგეთ, რომ გავხარ იმით, რომ დაიფყარი ეს დააქციე ეს ქვეყანა, დაწვი ქალაქი და მოიტანეს სიკვდილი და უბედურება. მაგრამ არის ერთი საინტერესო ისტორიული გადმოცემა, რომელიც ახლა მართალია ტყუილი ამაზე ნუ ვიდავებთ, ეს არ არის მნიშვნელოვანი, როგორც იყო გავრცელებული ქართულ საზოგადოებაში, ბედია სწორედ ეს. აღა მაჰმად ხანს ნუ ერთხელ ურჩიეს, რომ თბილისის აბანოებში ლეგენდა, ხო, ესეთი ცნობილი ლეგენდა. და ის ამბავი, რომ აღა მაჰმად ხანს უდრის ეს კაცი და არა შაჰაბას, არა თემურლენგს, არა რომელიმე სხვა პერსონაჟს, განპირობებულია ცხადია იმით, რომ მაშინ მიღებული სტერეოტიპის მიხედვით აღა მაჰმად ხანის შემოსევა არის დამოუკიდებელი ისტორიული საქართველოს წერტილი. მაგრამ გარდა ამისა არის ადამიანური შურისძიებაც, რომელშიც ავტორი ეუბნება, რომ შენ რამდენიც არ უნდა იმყო, რამდენიც არ უნდა დაიპყრო, რამდენი ხანიც არ უნდა ბატონობდე აქ. შენ ხარ სვედანი და შესაბამისად არა გაქვს უნარი წარმოშვა რაიმე. ანუ შენ გაგრძელება არ გეყოლება, შენ ბოლო ხარ, უკანასკნელი ხარ და შენი შთამომავლები ვერ მოლენ უბრალოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შენ შთამომავლობა ვერ გეყოლება. ისმით, ამაში მდგომარეობს ისტორიული ბანდიტიზმი, ასე ვთქვათ, კოლაუ ნადიროძისა და ისტორიული ანგარიშსწორება მის მიმართ, რა. მაგრამ ეხლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამბავი. ხოლო ერთი რაც არის კიდე დროებზე რო ვახსენებ თან შედარებაზე აღა მაჰმად ხანის და შემდეგ უკვე ორჯონიკიძესი, ნუ თუნდაც სულ პირდაპირად რო გავიგოთ, რომ მართლა ეგ არის აღწერილი.
მაინც უნდა ვაღიაროთ ერთი რაღაც, რომ შეუძლებელი არ მოვიაზროთ ორი დროის არსებობა ამ ლექსში, იმიტომ რომ ისტორია მეორდება. დიახ. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმ აზრით, რომ უკვე შეუძლებელი ხდება ჩავთვალოთ, რომ ის ერთი დროის ხაზი, რაც არის დაცული, ტექსტში ყველაზე ესე კაფეო ზედაპირზე რაც ჩანს, რომ რომელიც ძალიან ბუნდოვანია. ხაზი, რომელიც ესე არის დაცული, ერთადერთი იყოს, იმიტომ რომ მაშინ სრულიად კონტექსტიდან ამოვარილი არის აღამ აჰმად-ხანი. ანუ ისტორია მეორდება, ბოროტება მეორდება, მაგრამ აი მანდ ჩდება უკვე იმედიც, რომ თუ მეორდება, ესე იგი დაჭირდა განმეორება. სანამ იმედზე მივალთ, იქამდე უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული სამმაგის შიფრის ეპიზოდი. ანუ ან შეიძლება 4 მაგისაც რავი გააჩნია, რა ვიცი, როგორც მოგვინდება ისე დავთვლით. საინტერესო არის, რომ ეს კაცი ის თეთრ ცხენზე და ხელში უჭირავს წელი და წითელი დროშა. ახლა კიდევ მეორე გასაგებია, რომ ყოლაუ ნადირაძე იჯდა თეთრ ცხენზე, მაგრამ ქართველი მკითხველისათვის სერგო ორჯონიკიძე. ხო, ბოდიშეხტი, ყოლაუ ნადირაძე არა, სერგო ორჯონიკიძე. ქართველი მკითხველისათვის თეთრ ცხენზე ერთადერთი კაცი ზის. ერთადერთი კაცი ზის ქართველი მკითხველისთვის თეთრ ცხენზე. ნუ მე მერანი მახსენდება. არა, მერანი არ ვიცით, თეთრი იყო, ყოფერი იყო, ეგ არ ვიცით. ხო, მაინც შავი ყორანი მოსდევდა. ხო, შავი ყორანი მოსდევდა, სავარაუდოდ თეთრი იყოს, მაგრამ არა. ანუ ხალხურ გადმოცემაში, თუ ეგრე შეიძლება ითქვას, ხალხურ წარმოდგენაში, მკითხველის წარმოდგენაში, ერთადერთი კაცი ზის თეთრ ცხენზე, მეტი არავინ არ ზის. ოღონდ იმ კაცს ხელში წელი არ უჭირავს. შუბი ხო არ უჭირავს, შეხვდა წმინდა გიორგი ხო არ ეს ადამიანი. და ისე ვიქმნება ანტიშემთხვევა. გესმით, როგორც წინა შემთხვევაში იყო, რომ მოცემულობა იყო დიახ, თეთრ ცხენზე ამხედრებული კაცი, რომელიც ამბობს, რომ მე ბოროტებას ვებრძვი, ბოროტებას ვამარცხებ. ხო, მაგრამ და ამით ის მიემსგავსება გაცხადების დონეზე, მიემსგავსება წმინდა გიორგის როგორც მხსნელს, როგორც დრაკონის დამმარცხებელს დაახლოებით ესე. მაგრამ ავტორი გვეუბნება, რომ იცი რა, ეს ცრუ წმინდა გიორგია, ანტიწმინდა გიორგია, მას ხელში დიახ, ზუსტად სიკვდილის წელი უჭირავს და წითელი დროშა და გასაგებია სიკვდილის წელი რო გიშრავს, რატო არის ის დროშა წითელი, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს. ანუ ეს არის მოსული იმისთვის კი არა, რომ ბოროტება დრაკონის სახით დაამარცხოს. არა, ადამიანები უნდა მოკლას და მაგ ადამიანებით შეიძლება ის დროშა, რომელსაც განვადიდებთ, რომელსაც ზუსტადემლი და ის გივეცელი. კი ბატონო, მაგრამ აქ არის ეს ხო, ანუ გასაგებია, ანუ რამდენიმე საფეხური გავიარეთ, რომ ეს კაცი სერგო ორჯონიკიძეა, მერე არის, რომ აღამ აჰმად-ხანია ნამდვილად, ავტორი ამბობს, რომ პირდაპირ პარალელია, მერე არის, რომ ანტიწმინდა გიორგია და ეხლა არის კიდევ უფრო, ანუ ნელ-ნელა ზრდის ხარისხს. ხო გასაგებია, ახლა სერგო ორჯონიკიძე არაინ არ არის. ვიღაცა კონკრეტული კაცია, კონკრეტული ისტორიული მოვლენის მონაწილე, თვაც შემოქმედსაც შეიძლება დაარქვა კაცს, ხო? კი ბატონო. ნუ აღამ აჰმად-ხანი უფრო დიდი მასშტაბია, მაგრამ ისიც აღამ აჰმად-ხანია. მერე გადავდივართ, ეს ორივე ისტორიული კონტექსტია. მერე გადავდივართ რელიგიურ კონტექსტში, რომ ხო ყავს უკვე წმინდა გიორგი არის და მნიშვნელოვანია და ქრისტიანულად და საქართველოსთვის და შემდეგ და ეს კი ბატონო და ეს ანტიწმინდა გიორგია. მაგრამ ავტორი კიდევ უფრო ზრდის და ტექსტის გადამწყვეტ ნაწილს, სადაც თქვათ მე ბოლო სტროფი, რომელიც მთელი ტექსტის განმავლობაში მეორდება, ხო? რეფრენი სანამ გამეორდება, იქამდე არის ესე, რომ თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯი თნელი, ჩემოდიოდა სიკვდილი ცელით. ხო, აი ესეთია. ჩვეულებრივ როცა მკითხველი ამას კითხულობს არის, რომ ნუ აი ჩვენ გავარჩიეთ და ანტიწმინდა გიორგი რამაგარ რამეს მივხვდით, ყველაფერი გასაგები. მაგრამ კიდე არის ერთი დეტალი. საქმე ის გახლავთ, რომ ეს ფრაზა არ არის ყოლაუ ნადირაძის საავტორო ფრაზა. ეს ხერხი, აკვე ბარემ თქვათ, რომ ეს ხერხი ხშირად არ ვიცი, მაგრამ ზოგჯერ გამოიყენება საბჭოთა ლიტერატურაში, მათ შორის ქართულ საბჭოთა ლიტერატურაშიც გამოიყენება, რაც გულისხმობს რას? გულისხმობს შემდეგ მოცემულობას, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტექსტიდან, სხვა ტექსტიდან, აბსოლუტურად ნებისმიერი შეიძლება იყოს ეს ტექსტი, მაგალითად იგივე საკეთებს იგივე შეიძლება დაემართოს ვეფხისტყაოსნის ტექსტს, მაგალითად ალექსანდრე აბაშელი, მაგალითად თავის ტექსტში ვეფხისტყაოსნიდან იღებს ციტატას. ანუ ოღონდ ეს არის ციტირების სისტემაა, გასაგებია, ოღონდ უცნაური ციტირების სისტემა. უცნაურობა რაში მდგომარეობს? მდგომარეობს იმაში, რომ შენ ფრაზას მთლიანად კი არ იყენებ საკუთარ ტექსტში, იმ ტექსტიდან ამოღებულ ფრაზას. არამედ იყენებ ფრაზის ნაწილს.
ან დასაწყის ნაწილს როგორც წესი, ან დასასრულ ნაწილს. და მთელი უცნაურობა რაში მდგომარეობს, რომ ციტატის ნაწილს რომელსაც იყენებ, სინამდვილეში ციტატის იმ ნაწილის გამოყენება არ გინდა. არამედ იყენებ, ჭირდება ციტატის ის ნაწილი, რომელიც ინტექსტში დატოვე და არ გადმოიტანე. გადმოტანილი ნაწილით მხოლოდ არ გამოყენებულ ნაწილზე მიანიშნებ. ესე გებია ხო? აი დაახლოებით ესე. თუ კი ამ ფრაზას კარგად დაყიდავთ, სრულიად ცხადი იქნება, რომ ის არის ციტატა აპოკალიფსიდან, იოანეს გამოცხადებიდან და სრულიად ცხადია, რომ ეს არის ცნობილი 4 მხედრის, ესე იგი რა ქვია, ეპიზოდი, რომელიც აღწერილია ამგვარად, რომ ჩარლის ფერი ცხენი და ჩარლის ფერი ცხენი ორივე გვარად მოიხსენიება ხოლმე ქართულად, როგორც თქვათ, მოთეთრო ცხენს ვეძახით წესით ჩვენ წესით მომწვანოა, მაგრამ ქართულ ლიტერატურაში ეგ ორი ფერი იოლად გადადის ერთმანეთში, იმიტომ რომ ავტორი ამბობს და სახელი მისი სიკვდილი. ესე წერია პირდაპირ. თეცხენცების დომინადიო შემოდიოდა სიკვდილი წელით, სახელი მისი სიკვდილი და აქ წყდება წინადადება. საინტერესო არის გაგრძელება. და გაგრძელებას რომელიც არის უკვე იოანეს გამოცხადებაში და არა ვთქვათ და დიახ იგულისხმება და არ წერია, მაგრამ რატო არის საინტერესო? საინტერესო არის იმიდენად, რომ სწორედ ლექსის დასასრულის გაგრძელება არის კომენტარი არა 1921 წელზე, არამედ იმ ნახევარ საუკუნეზე, რომელიც გავიდა 1921-დან 79 წლამდე. იმიტომ რომ არის ამგვარად, რომ სახელი მისი სიკვდილი და ჯოჯოხეთის დევდამას უკან. და გავრცელდა იგი 1/6-ზე თუ 1/3-ზე და მიწისა და მოიტანა შიმშილის სიკვდილი და უბედურება. ესმით, ავტორი ამბობს, რომ ჩვენ ახდენილ აპოკალიფსში ვცხოვრობთ. და ნუ უკვე ყველაფერი გასაგებია, რომ ამ რაც მოიტანა. კი, ეს 25 სეპტემბერი, დიახ, ზუსტად, აი სწორედ ამ. კი, და ამიტომაც არის ღმერთი წასული. ამიტომაც არის ღმერთი წასული, ამიტომაც არის მიწა გვამებით დაფარული, ამიტომაც არის ანტიწმინდა გიორგი, ჩვენთვის ქართველებისთვის ანტიქრისტე, ანტიწმინდა გიორგი მოსული მხსნელის როლით, რომელიც სინამდვილეში მკვლელია და სინამდვილეში ის ანგელოზია, რომელსაც მოყვება შიმშილის სიკვდილი და უბედურება. და ამგვარად, აი ეილენა საბჭოთა კავშირში გასულ ნახევარ საუკუნეს აფასებს ავტორი, რომ ეს 1921 წელს ძნელია თქვა, რომ იქნება ჯოჯოხეთი, გესმით, იქნება შიმშილის სიკვდილი და უბედურება. მაშინ ეს რომც თქვა, იქნება, როგორ გითხრათ, მე კი შეიძლება ახდეს, მაგრამ იმ მომენტში ხო შარლატანობა, გესმით, არ იცი შენ. მაგრამ როცა უკვე გადამეორება ხდება ისტორიის, აი მაშინ ხდება შეფასება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ლექსის დაწერის თარიღი, რომ ის ეხება სინამდვილეში არა უბრალოდ 21 წლის 25 თებერვალს, არამედ ეხება იმ საბჭოთა ცხოვრებას, რომელიც დადგა 21 წლიდან კონკრეტულ შემთხვევაში ლექსის დაწერამდე, 79 წლამდე. აი ეგეთი სიმბოლური ესე იგი რა ქვია და ეს არის თან ხო რატო არის მნიშვნელოვანი რომ რაზეც დავიწყეთ ლაპარაკი რა რომ ქართული ლიტერატურიდან 1921-25 თებერვალი თუ არ ისწავლება, მაშინ გაუგებარია რომელიმე სხვა ტექსტი მე-20 საუკუნისა რატო ისწავლება. იმიტომ რომ არა მხოლოდ სახელოვნებო აზრით, იმიტომ რომ ლიტერატურას რომელიც სკოლაში ისწავლება, არ აქვს მხოლოდ სახელოვნებო მნიშვნელობა არავითარ შემთხვევაში. მას აქვს სოციალური, საზოგადოებრივი, ისტორიული მნიშვნელობა და ჩვენ თანამდებლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალური და საზოგადოებრივი აზრით, ისტორიული აზრით, ამ ლექსზე უფრო მნიშვნელოვანი ლექსი, შეიძლება უკეთესი ლექსები დაწერილა მე-20 საუკუნეში, მაგრამ ისტორიული აზრით ამ ლექსზე უფრო მნიშვნელოვანი ლექსი, რომლის სწავლებაც პირობითად აუცილებელია სკოლაში, იმიტომ რომ სხვანაირად არ ვიცი რას აფასებ, არ ვიცი რაზე მსჯელობ, როცა მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე მსჯელობ, ეს ლექსი თუ რომელიმე ლექსი შეიძლება იყოს მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის სინდისი, ეს ლექსი არის ქართული ლიტერატურის სინდისი. ეს არის ძალიან მკაცრი, სასტიკი და რა თქმა უნდა მიკერძოებული ბუნებრივია და ტექნიკურად ძალიან მაღალ ხარისხში შესრულებული ნაწარმოები, რომელიც აფასებს მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიას. არ ვიცი ხა მე დანარჩენი იქ რა თქმა უნდა გენიალური ლექსი არის ეფემერა და შეიძლება მისი გარჩევა და შეიძლება სწავლება გენიალური ლექსი არის და უნდა ისწავლებოდეს ჩემი აზრით არა აქ ხა მას მნიშვნელობა გენიალური ლექსია ლურჯაცხენები და სხვა ჯურის ისწავლებოდა და ისევ აღარ ისწავლება და კაცმა არ იცის რატო მაგრამ ის ტექსტები
შეგვიძლია განვიხილოთ მაგხელა სოციალური ისტორიული მნიშვნელობა მათ არ ერთი მხრივ როგორც მოვლენის აღწერა აი ეხლა დღეს რაც განვიხილეთ ერთი მხრივ ეს არის მოვლენის აღწერა როგორც 25 თებერვლის აღწერა მეორე მხრივ არის ამ მოვლენის ტრაგიზმის აღწერა როგორც ხალხის და მისი განზოგადება სამყაროსეულ მასშტაბად მე არის უკვე სამყაროსთან წესრიგი და როგორ ზის სამყაროს წესრიგში ეს მოვლენა და სამყაროსთვის რას უტოლდება ეს მოვლენა ანუ ზუსტად ესე ელემენტარულ დონეზე ეს ლექსი ამბობს იმას, რომ 25 თებერვლის ტრაგედია არ არის მარტო საქართველოს და კონკრეტული თბილისის ტრაგედია, ანუ ეგ თბილისი არის სამყარო, რომელშიც ცხოვრობს. და ოღონდ მარტო მე და ვიღაც საფრანგეთშიც რო ვიღაც ცხოვრობს, იქ სიძუსტად იმავე ტრაგედიაში არის. როცა 25 თებერვალი ხდება, არ აქვს მნიშვნელობა შენ ცხოვრობ თბილისში, პარიზში თუ ლონდონში, ანუ ერთი და იგივე ტრაგედია არის ყველას, იმიტომ რომ უნივერსალური ტრაგედია არის და ნუ მაგაზე არის საუბარი. განსაკუთრებით სამყაროს იმ ნაწილში, რომელშიც ეს წვდიადი დადგა, იმიტომ რომ იქ იოანეს გამოცხადებულში არის ეგრე, რომ სამყაროს ნაწილში დგება ეს, ხო? 1/6-ზე თუ 1/3-ზე დედამიწის. სადღაც დადგა, ნუ აპოკალიფსია ეს. ხო, აპოკალიფსია, ნამდვილად. და დანარჩენი დაბეჭდვის საინტერესო ისტორია. ძალიან საინტერესო ისტორია არის ესეთი წიგნი, ხო, შეიძლება რომ მოვყვეთ თუ დავასრულოთ. არა კი ჯერ აქ რეკორდინგი და იმას. ანუ ძალიან საინტერესო ისტორია, შეიძლება დაბეჭდვის ისტორია უფრო მნიშვნელოვანი იყოს ქართული ლიტერატურისთვის, ვიდრე თავად ეს ტექსტი. ის დაიბეჭდა როგორც გითხარით 85 წელს, მე თუ სწორად მახსოვს და დაიბეჭდა ესე წიგნში პოეტის 1000 სტრიქონი. ძალიან კარგი წიგნი იყო და როგორც ჩანს ტექსტი დაწერეს საბჭოთა დროს რეპრესირებული, არამხოლოდ ანუ ძირითადად შედგება რეპრესირებული ავტორებისაგან, სხვადასხვა დროს რეპრესირებული ავტორებისაგან, ვინც თქვათ დახვრიტეს, პაოლო იაშვილი მაგალითად, ტიციან ტაბიძე არიან ამ ტექსტში. და სხვა ავტორები, ხო, სხვა ავტორები, რომლებიც შეიძლება არ დახვრიტეს ესე, მაგრამ არ იბეჭდებოდნენ, იმიტომ რომ ნაკლებად საბჭოთა, ხო, ეგეთი ავტორები. მაგრამ იყვნენ სხვაებიც, რასაკვირველია, სხვა ავტორებიც, რომლებიც იბეჭდებოდნენ და არ არის პრობლემა. წიგნის სტრუქტურა არის ამგვარი, რომ იგი შედგება ცალკეული კარებებისაგან, ანუ ნაწილებისაგან. თითოეული კარი წიგნისა ეთხება რომელიმე პოეტს. თქვათ, რაღაცა პირობითად პაოლო იაშვილი დაბადების და გაწყობილი ამგვარად, რომ არის წინა თავფურცელი, ასე ვთქვათ, ავტორის სახელი და გვარი, ქვემოთ დაბადების და გარდაცვალების წლები, მერე გადმოშლი ამ იმას რა ქვია, ამ ფურცელს, იქ არის ლექსი ამავე ავტორის, ოღონდ ხელნაწერი ასე ვთქვათ, კადრი არის ჩასმული და მე ჩვეულებრივი ნაბეჭდი გრძელდება, ნაბეჭდი ტექსტები გრძელდება. მე არის ისევ სხვა ავტორი, დაბადები და ისევ გადმოშლი არის გვერდი და გრძელდება. ესევე არის კოლაუ ნადირაძის შემთხვევაში. პირველად ეს ტექსტი დაიბეჭდა მასი. ამ წიგნში, როდესაც კოლაუ ნადირაძე წაიკითხო, მაშინ მხოლოდ დაბადების წელი იყო, იმიტომ რომ გარდაცვალების ჯერ ცოცხალი იყო. კოლაუ მოესწრო სხვათა შორის მთელ ამ ამბებს, ესე იგი, რა ქვია, რაღაცნაირად მე ყოველთვის გულს მithობს რა, რომ მოესწრო, რასაც საჭირო იყო იმას მოესწრო. იმდენ ხან სიცოცხლა, რომ მოესწრო, ხო. ხო და ნუ შეჯამებისთვის ახლა ერთხელაც მოვუყაროთ თავი, ეს ლექსი რატო არის მნიშვნელოვანი, რატო უნდა ისწავლოდეს, ეგ არის მთავარი კითხვა და მაგ კითხვას გავცეთ პასუხი. პირველი, იმიტომ რომ სუფთა ხელოვნების თვალსაზრისით არის უმაღლესი შესრულებული, რა ვიცი, ჩემი აზრით. მეორე, თუ ამ ლექსს განვიხილავთ მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობით, მაინც ძალიან მაგარი ლექსი არის და ვისწავლოთ. არა, ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ სკოლის სწავლების. ზუსტად მაგამდე მივდივარ ახლა, რომ როცა საგანს ვარქვით ქართულ ენაზე ლიტერატურას, იქ არ გულისხმობთ მხოლოდ ხელოვნებას და ლიტერატურულ ტექსტებს, ანუ იქ გულისხმობთ ასევე კონტექსტს და რა კონტექსტში არსებობდა ქართული ენა და ლიტერატურა, ეგეც არის იმ საგანში შიგნითვე ნაგულისხმები. და მაგ კონტექსტისთვის ზუსტად აუცილებელია ისეთი ტექსტების, გარდამტეხი ტექსტების სწავლება, რომლებიც არის ან შეფასება იმ ეპოქისა, ან გარდამტეხი ეპოქის დროს იწერება, ან არ ვიცი, წინ უსწრებს ეპოქას და აღწერს. და ესეთი ტექსტები არის უმნიშვნელოვანესი და ზუსტად ამ უმნიშვნელოვანესი ტექსტების გამო საჭიროა და ამ უმნიშვნელოვანესი ტექსტების გამო ვითარდება, ნუ აზროვნება რა, იმიტომ რომ ჩვენ თუ ის დავივიწყეთ, იმ გარდამტეხ მომენტებში დაწერილი ლექსები დავივიწყეთ და ტექსტები დავივიწყეთ, მაშინ ნუ ახალზე საუბარი გაჭირდება, ფუნდამენტს ვაცლით საკუთარ თავს და მაგიტომაც და შესაბამისად თუ არ შევაფასდეთ, ანუ
თუ არ საბჭოთა კავშირის არსებობის ნახევარი თუ არ შევაფასეთ ლიტერატურულად, ხო? მაშინ კითხველმა თუ არ შეაფასა, როგორც მკითხველმა, მაშინ იქნება მშრალი ფაქტები, კონკრეტული ფაქტები, რომ ამ ეს კაცი დაიღუპა, ამდენი ხალხი დახვრიტეს, 5 წლების გეგმა ესე შეასრულეს, ეს თავისთავად მნიშვნელოვანია, უბრალოდ სხვა საგანი აკეთებს ამას. და მნიშვნელოვანია, რომ იმისი რა ქვია, მე-19 და მე-20 საუკუნის ლიტერატურა, ანუ თანამედროვე ლიტერატურა ქართული ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ სოციალური ცხოვრების, ისტორიული ცხოვრების პერსპექტივიდან და არა ცალკე აღებული, განყენებული სახელოვნებო, ესე ვთქვათ, კონტექსტიდან. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს გარკვეული სახელოვნებო სტანდარტი, მაგრამ ადამიანი, რომელიც ამ ტექსტს იმავენაირად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანი სერიოზული მკითხველი, პროფესიონალი მკითხველი ამ ტექსტს სახელოვნებო სტანდარტს ვერაფერს ვერ დაუწუნებს, ძალიანაც უნდოდეს, ხო? ის არის, რა ქვია, სისულელე იქნება ამაზე საუბარი. უბრალოდ ლაპარაკი არის იმაზე, თან ეს ტექსტი იყო პროგრამაში. ეს ტექსტი იყო, ეს ტექსტი ისწავლებოდა და ხო, ეს არ მოხდარა. ეხლა ეს მოხდა დაახლოებით 9 წლის წინ, თუ ხო, დაახლოებით ესე, 9 წლის წინ, მაშინაც ადამიანები ლაპარაკობდნენ ამის შესახებ, ანუ მე ისი თქმა მინდა, რომ ეხლა რო უკვირთ ადამიანებს, რომ რაღაცა ტექსტები ამოიღეს და არიქა როგორ ამოიღეს, სინამდვილეში გაცილებით ადრე, იმიტომ რომ ეს ტექსტი არ ამოუღიათ მარტო თავის დროზე. ამოიღეს სხვა ანტისაბჭოთა და ანტირუსულ ტექსტებთან ერთად და ისეთი ავტორების ტექსტები ამოიღეს, როგორც არის პაოლო იაშვილი, როგორც არის მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც არის კონსტანტინე გამსახურდია. და არ არის ლაპარაკი რაღაცა სხვა ავტორებზე, რომელიც შეგვიძლია ვიდაოთ პირველხარისხოვანია თუ მეორეხარისხოვანია. და ეს ტექსტიც ზუსტად ამ აზრით იყო, ზუსტად ამ ფორმით იყო და ამოღებაც არის ესე, რომ ვიწუნებთ ტექსტს, უნდა ვიცოდეთ რატო ვიწუნებთ. ხო და როცა ვიწუნებთ ტექსტს, რომელიც არის პირდაპირ ასახვა იმ რეალობის, რომელშიც ჩდება ბუნებრივად სხვა ლეგიტიმური კითხვები. ხო. და ნუ რატო ხდება ეს, ვინ აკეთებს ამას და რას გვინდა რომ მივახციოთ ამით. ხო. იმიტომ რომ თუ იმ ტექსტს ამოვიღებთ, რომელიც არის პირდაპირ კარგი თან, ანუ ლიტერატურულად დახვეწილი შეფასება იმ მე-20 საუკუნის ქართული ტრაგიკული ამბისა, მაშინ არის რომ რა ვიცი, ვილაპარაკოთ რაზეც გინდა. საერთოდ აზრს ვკარგავთ, რომ მაშინ საით ლიტერატურას რატო ვასწავლით, სრულიად გაუგებარი ხდება. სკოლაში რატო ვასწავლით, თორე ხაი ბილოგმა ისწავლოს. ანუ ვინმეს კარგავთ აღნიშნეთ ეგეც, რომ ანუ ეხლა არ მომხდარა ეგ ამოღება ამ ტექსტის და ნუ ვინმეს თუ გაგვირდათ, რომ ეხლა არ ამოღიათ და რას ლაპარაკობენ ეს ხალხიო, ანუ ეხლა არ დაწყებულა ტექსტების ამოღება. კი, არა. ისეთი ტექსტების ამოღება, რომლებიც უნდა ყოფილიყო, ნუ კაი ხნის წინ დაიწყო, დაახლოებით 10 წლის წინ და მე ბუნებრივია, რომ ადამიანი რომელიც იტყვის, ეხლა გრძელდება უბრალოდ. კი, რა კარგი იყო საბჭოთა კავშირში, როგორ ცხოვრობდით, მე შეგვიძლია აჩვენო გასავლი როცა გაქვს კოლაუ ნადირაძის ლექსი და უთხრა, რომ აი ესე ცხოვრობდი სინამდვილეში. და სულ რო კარგად ცხოვრობდეს, აი ამაზე დაყრდნობით ცხოვრობდი, რაც რო პირდაპირ აქ აღწერილი, რაზე დაყრდნობით ცხოვრობდნენ ის ადამიანები. კარგი, ნუ იმედია, მადლობას გიხდით ყურებისთვის, იმედია რაღაც ახალი ცნობები მიიღეთ, ისე ამოვნეთ და რა თუ კარგი გამოვიდა, კიდე გაგრძელებთ, თუ არ გამოვიდა კარგი და ჩვენ საკითხს ვეღარ დავჯდებით ეზოში ვილაპარაკებთ. არც ეგ იქნება მაინც და მაინც პრობლემა.